მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო და ჩემო მშვენიერებო. ჩვენ დღეს უნდა ვნახოთ ძალიან საინტერესო თემა. რა ცვლილებები მოდის თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ სასიყვარულო თემებს შევეხებთ ჩვენ. და მთავარი, ეს ცვლილება რა იქნება ვნახოთ და ბევრი თქვა რაღაც საინტერესო კითხვები, ბევრი არა, აქ ჩვენ მოკლე გაშლა გვაქვს. უკვე მე გავაკეთე ძალიან საკმაოდ საინტერესო გაშლა გრძელი, სადაც გვაქვს ჩვენ გაშლები. ისიც ნახოთ, ისიც გაინტერესებს, ძალიან საინტერესო გამოვიდა. ნახოთ ახლა თქვენ რა ენერგიაში მყავხართ, მე ახლა მოვძებნი იმპერატრიცას, რა თქმა უნდა. და ვნახოთ რა ენერგიაში მყავს მე იმპერატრიცა. იმპერატრიცა უკვე მაჩვენებდა, რომ ძალიან განახლებული გაქვთ ენერგიები, თქვენ რაღაცა ყველაფერი დატოვეთ, რაც კი გაწუხებდათ, თქვენ უკვე დატოვეთ ეს ყველაფერი. აქ სხვათა შორის საინტერესო არის, ან განახლებას ელოდებით სიყვარულის, რომელშიც ეხლა არაფერი ძვრა არ არის, ან ახალ სიყვარულს ელოდებით ზოგი საჯარო გაშლა გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ აქ არის მომენტი, როცა შეიძლება ტკივნეული მომენტები კი გადატანილი ძალიან თან, მაგრამ მოერიეთ პრინციპში, მოერიეთ თქვენ მოერიეთ და თქვენ სიძლიერეს უკვე აჩვენებთ, კი. აქ სხვათა შორის ხა ზოგი ელოდება მაინც თავისას. ხა იმპერატრიცა მინდა ვნახო, სად დაიკარგი გოგო. სად დაიკარგი? აი რა მომწონს, იცით ახლა აქ რომ ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა იყოს თქვენ ცხოვრებაში, თქვენ გაიარეთ ძალიან მძიმე პერიოდები, მაგრამ აი რაც მთავარია, გულში გაქვთ სიყვარულე რა. რაც მთავარია, მაინც ელოდებით თქვენი სულის ადამიანს, მაინც იცით თქვენ დარწმუნებული ხართ ზუსტად მაგაზე, რომ აი არსებობს ეს ადამიანი რა, ჩემს სივრცეში შეიძლება ზოგი ფიქრობს, შეიძლება ისევ თავის კაცზე ფიქრობს, რომ არსებობს, რომ ვიცი რომ ეს ჩემი ეს კაცი, კი ვიცი, რომ სამყაროში არსებობს ადამიანი, რომელიც აუცილებლად არის ჩემი, მე ვიცი, მე მჯერა, მე მწამს, რომ ამ ადამიანთან მე ყველანაირად იქნება ბედნიერი, სადაც არ იქნება ტყუილები, სადაც არ იქნება არანაირი ცუდი აბსოლუტურად მომენტები და ვიცი რომ ამ ადამიანს აუცილებლად მომიყვანს მე ჩემი ბედი, მომიყვანს. აი, ნახეთ ახლა ყველანაირი დედოფალი გამოვიდა, აი ამ იმპერატრიცას გამოვიდა, всё. გამოვიდა ჩვენი იმპერატრიცა, რომელმაც ახლა ნამდვილად ანთო თავისი ვარსკვლავი, ნამდვილად ჯერა მაგას, რომ რაღაც ახალი შემოვა. აქ ნახეთ როგორი თემა არის, გაიყოფა ახლა ნამდვილად აქ, იმიტომ რომ ზოგი ფიქრობს, რომ მაინც ჩემი ეს ადამიანი, რომელიც ახლა მე მიყვარს და ის რაღაც შეიძლება შეიცვალოს და სხვანაირი შემოვიდეს, ახალ ეტაპს დავიწყებთ, ხო? ან შეიძლება იყოს აქ როგორი მომენტი, იცით თქვენ ახლა პრინციპში რაღაცა ბლოკები, რომელიც იყო თქვენში, ამას თქვენ ხსნით. მაგრამ ელოდებით, მაინც ელოდებით სამყაროს ევედრებით, რომ ველოდები უკვე მე მინდა რომ და მჯერა რომ ჩემ ცხოვრებაში შემოვა აუცილებლად ადამიანი, ან დაბრუნდება ის, ვინც გიყვართ. ნახოთ, თუ იცანი თქვენი სიგნიფიკაცია, ნახოთ ახლა ჩვენ ახლა კითხვები რო გვაქვს გამზადებული. მაგ კითხვებსაც ჩვენ ვკითხავთ, ხო? აპატიეთ ჩემ ქართულს. ნახოთ ახლა ჩვენ, ანუ პირველი კითხვა მექნება ახლა მე. რა არის, მთავარი ცვლილება სიყვარულში, რომელიც შენს ცხოვრებაში შემოდის, ჯერ ეს. და მერე დანარჩენი კითხვები. მთავარი ცვლილება სიყვარულში, რომელიც მოდის შენ ცხოვრებაში. რა უნდა დამთავრდეს, დასრულდეს, ან გარდაიქმნას, ასე რომ ვთქვა, თქვენს ურთიერთობაში. ვინ ან რა იქნება მიზეზი ამ ცვლილებების. და ეს ტრანსფორმაცია პირად ცხოვრებაში სად მიგიყვანთ თქვენ, აი ასე მოკლე გვაქვს ჩვენ აქ, ხო? სასიხარულო. ნახოთ ახლა ეს რა ცვლილება მოდის. გოგოებო, არ ვიცი, შეხედეთ ახლა მიქი დავამოწმებ, მაგრამ მაინც ახლა ნახეთ ახალი ადამიანი, მაგი არის როგორი ტიპი რა. პირველ რა ცვლილება მოდის. აქ უეჭველია, როგორც გითხარით ახლა ორივე ვერსიას ვამბობ.
ან თქვენი ადამიანი განახლდება, ან სრულიად ახალი ადამიანი შემოვა თქვენ ცხოვრებაში. ეს ადამიანი შეიძლება იყოს ასაკი თქვენზე ცოტა პატარა, არ გამოვრიცხა, იმიტომ რომ მაგე მაინც ცოტა ისე აჩვენებს. და ეს იქნება როგორიც, ან თქვენ სხვანაირად შეხედავთ სიტუაციას. მოდით მაინც მე დავამოწმებ, რა ჯითი დავამოწმო, რომელიც ამოხდა. მოდი შენ. აი ანუ მაგში რადეს ახლა აი ამ არკანში მითხარი. ახალი ადამიანი არის თუ ის სხვა ადამიანი მოვა. აქ შეიძლება даже ნახეთ ცვლილება. თქვენ თვითონ შეიძლება რაღაცა სხვას გაიგებთ. ურთიერთობის შესახებ. Короче, გოგოება მოდის ეს ადამიანი, რომელიც ახლა რომელთანაც არა გაქვთ თქვენ კავშირი არანაირი. შეიძლება იჩხუბეთ, შეიძლება ურთიერთობა გქონდეთ ცოტა მსუბუქი, მაგრამ ეს პერიოდი დასრულდა. და ეს ადამიანი, ანუ იცნობს. ხო, ვისთანაც вообще სულ დაამთავრეთ ურთიერთობა, ვიღაცა მოდის ეგეთი ადამიანი. აი ეს არის ცვლილება. კაი, ვნახო ხა ჯერ ეს კარტები და მე კიდე. ანუ რა უნდა დასრულდეს ან ტრანსფორმაცია რა უნდა მიიღოთ აქ. იმპერატორი. აჰა, ვიცი და დასრულდება ეს ვისთვის. ну, გოგოებო, შეიძლება აქ როგორი ნახეთ, ახლა ურთიერთობაში მე ვეკითხებოდი, რა უნდა დასრულდეს აქ, ან რა უნდა იყოს, აქ მაჩვენებენ დასრულება, არა ტრანსფორმაციას მაჩვენებენ, იმიტომ რომ კითხვა იყო, ან დასრულება, ან ტრანსფორმაცია. უნდა დასრულდეს რა? და აჩვენებენ ამ მეფეს. აქაც მაჩვენებენ, რომ ანუ ცვლილება შენ ცხოვრებაში შემოდეს. ეხლა ეს აქ ესეთი არკანები არის, რომ მე ხა მაინტერესებს რა გავიგო, იცით? ეს აქ მაჩვენეს, რომ ეს ადამიანი ვკითხე, ვისთანაც გაქვთ ეხლა ეს გაუგებრობა, ხო, განულდება სიტუაცია და დამთავრდება ეს აქ რაღაც არასერიოზულობა სრულიად, ანუ ადამიანი ვისთან უდასრულდა, მაგრამ ეხლა ურთიერთობაში რა უნდა დასრულდეს, ან ტრანსფორმაციას გაიაროს ტრანსფორმაცია. კიდე მითხარით, ეს ეხლა ამ იმპერატორს ეხება თუ საერთოდ მითხარით, ვის? ადამიანი, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია და ვინც არის მანძილზე, რომელიც არის შენ სულში. მაშინ აქ როგორი ტრანსფორმაცია იქნება? აქ ადამიანი ამ ტრანსფორმაციაში განიცდის ნაკლებობას, თქვენსას, მიხვდება, რომ არ არის მზად, რომ თქვენ დაკარგოს. გოგოებო, აუცილებლად ნახეთ ის ვიდეო, რომელიც მიდევს გრძელ გაშლებზე. იმიტომ რომ იგივე რაღაც პოზიციები გამოდის, იმენა აქ იმპერატორს ეხება, იქაც სულ იმპერატორზე იყო საუბარი, გაიგეთ რა ხდება? და შეიძლება აი ამ ურთიერთობაში, აი ახლა რაღაც ესეთი მომენტი მოდის, იცით რომ გოგო შეიძლება კარგად გრძნობდეს თავს, გაიგეთ, მაგრამ ბიჭში მიდის რაღაცა დიდი ტრანსფორმაცია რა, უზომოდ. იმიტომ რომ მაჩვენებენ, რომ აქ თითქოს ეს ადამიანი არ არის, მზად არა ვარ მე, რომ ტრანსფორმაციას განიცდის, რომ აი ნაკლებობას ვგრძნობ რა, ვერ დავტოვებ, აი თან არ იცის რა ქნას. რამეს აკეთებს, ვერ კარგ, ვერა. ვერ დაგტოვებს, ვერა, არ შეუძლია, ხომ მართალი ვარ.
რა კი თავს იტყუებს გითვალთვალებს თავს იტყუებს მაგრად იმპერატორი უეჭველი ბიჭს ეხება ანუ აქ ხა თქვენთან რაც ხდება ყველაფერი ხდება აი ნახეთ როგორ მეორე გაშლა წამოვიყვანე იგივე პასუხობენ ბიჭში მიდის რაღაცა ტრანსფორმაცია ну კაი მოდით აბა ნახოთ რა ახალი გამოცდილებას მიიღებთ სიყვარულში სულ ახალი არკანები ეს რა ახალი გამოცდილება რა არის ამით რა გინდათ რო თქვათ всё. ნახეთ რა ხდება. შეიძლება აქ იყო როგორი თემა. თუ თქვენ იყავით ძალიან მიჯაჭვული ადამიანს. აი აქ. ეხლა თქვენ თქვენ გექნებათ როგორი პერიოდი შეიძლება თქვენ გოგოებო არ ვიცი ვიღაცის შეიძლება თქვა თქვენი ადამიანი ან მანძილზე ან სადმე წავა და თქვენ აი ამ სიტუაციაში რაღაც ახალი გამოცდილება რა მე მარტო კი ვარ მაგრამ კარგად ვარ ანუ როგორ არის იცით კი ადამიანი შორს არის მაგრამ არ ვგრძნობ მე ნაკლებობას უმისობას რა ეგ თუ არ არის აი ნახეთ როგორი ცვლილება წავა ადამიანი ადრე თუ დაუშვოთ თქვენ ნახეთ თუ დაუშვოთ ადრე თქვენ განიცდით აი თქვათ ადამიანთან ხართ მანძილზე ან დაუშვოთ ადამიანს მოუწიეთ წასვლა მანძილზე მე შენ გარეშე არ შემიძლია მე მინდა რომ შენ იყო ჩემს გვერდით მე არ შემიძლია კაროჩე ეგეთ რამე აი აქ თითქოს თქვენ გაივლით რას იცით რომ კი ბატონო შეიძლება რაღაცა დამოკიდებულება რომ შეიძლება თქვენ ამას გაუშვებთ კი და თუ ადრე თქვენ ნერვიულობდით აი ეხლა ახალი გამოცდილება რა იქნება მე არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა შენ სადა ხარ მე მაინც მიყვარ ხარ იმიტომ რომ მე მაგ ჩემი სამყარო მე ამ ჩემი სამყაროთ ვარ კმაყოფილი მაგრამ ის მე ვგრძნობ შენ რომ გიყვარვარ აი რაღაც ეგეთი გამოცდილება გექნება რა რომ თითქოს გასწავლიან რას იცით რომ ადამიანი მაშინ კი არ უნდა გიყვარდეს როცა შენს გვერდით ზის ხო აი თუნდაც მანძილზეა თუნდაც სადღაც არის ხო თუნდაც შენსთან არ არის შენს ირგვლივ მაგრამ შენ მაინც შეგიძლია გიყვარდეს და არ იყო დამოკიდებული მისი ყოფნით შენს გვერდით აი აქ რაღაც ახალი ეგეთი დონე არის და სად მიგიყვანთ ესე რა ქვია რა შედეგს მოიტანს ეს გარდაქმნა შენს პირად ცხოვრებაში შენს რას გულისხმობ თქვენ ახლა აქ მომიშლით ნერვებს ახლა დღეს რა გაშლები მომივიდა იგივე რო თითქოს ესა და აქ როგორი მომენტი არის იცით სად მიგიყვანთ თქვენ ეს ტრანსფორმაცია რო თქვენ არ გაეკიდებით უკვე მაგას რასაც ადრე აკეთებდით თქვენ ამას არ გააკეთებთ აი რასაც აი გქონდა თქვენ რაღაცა რასაც აი ადრე როგორც იქცეოდეთ როგორც აკეთებდით რაღაც მომენტებს აღარ გააკეთებთ ამას და უკვე რაღაცა სიტუაცია ეგაც უკვე ხო
აი ბლოკებიდან იცვლი. აი ხო გეუბნებით რომ აქ როგორი თემა არის, იცით? აი ხო არის ეს მომენტი რომ აი მინდა რომ ჩემს გვერდით იყოს, არ უნდა წავიდეს, აი ეს რაღაც მომენტები რა. აქ თითქოს შეიძლება მანძილი მოგცეთ თქვენ იმისათვის რომ თქვენ დაუშვათ ისწავლოთ ისეთი ანუ მიჯაჭული კი არ უნდა იყოს ეს სიყვარული რა. ანუ მე ვენდობიე, აი გენდობი მე შენ. იმიტომ რომ დაუშვათ ახლა რომ აი არ ვეჭვიანობ რა. ანუ ვიცი რომ შენ სადაც არ უნდა იყო, მაინც შენ მე ნუ ჩემი ხარ რა, ეგეთი რაღაცა არის რა. და აი თითქოს ეს ბლოკები რომელიც თქვენ გქონდათ იმას აი ჩემი ხარ და ის არა, აი აქ სხვა დონეზე გადიხართ, იცი? ძალიან სხვა დონეზე გადიხართ, რომ მე შემიძლია ბედნიერი ვიყო შენს გარეშე. ანუ შენს გარეშე რას გულისხმობ, რომ შეიძლება შენ სხვა ქალაქში იყო, სხვა ქვეყანაში იყო, ხო? მაგრამ მაინც აი იმდენად თქვენ თვითონაც ეთყობა რაღაცნაირად აი ამ თქვენი საქმე გექნებათ რაღაცა ისეთი, რომ შეგიძლიათ გადაერთოთ, ანუ ეს რაღაცა თითქოს აი არ მაჩვენებენ, მაგრამ როგორ შეგრძნება მოდის, იცი? აი უანგარო სიყვარული რაღაცა ეგეთი რა. რა არის ახლა აქ? სხვანაირი ურთიერთობა, ხი? სხვანაირ ურთიერთობაზე გადეხართ თქვენ? სხვანაირ დამოკიდებულებაზე გადეხართ თქვენ? კი. აქ რაღაცას ისეთ სწავლობ თქვენ, რაც აი რაც შეიძლება ადრე არც იცოდეთ რაღაცა სულ სხვა რაღაცა დონის სიყვარულს სწავლობთ. და საბოლოოდ რას მოუწამს ეს გაკვეთილი? აი რაღაც თითქოს ყველა თქვენი ოცნება მერე ახდება და ოჯახში ოჯახის შექმნაც შეიძლება აქ. ახალ ეტაპზე გადადიხართ რა. ახალ ეტაპზე გადახვალთ. ანუ აქ უნდა იტყობა რაღაც გაკვეთილი გაქვთ თქვენთან რა ცვლილება იცით, როცა შეიძლება გქონდეთ თქვენ ხა შეიძლება თქვათ რომ აი ისე და სულ მანძილი გვაქვს და სულ ისე და სულ ნუ თქვათ ვიღაცას ხო სიტყვაზე და როდემდე უნდა მქონდეს, მაგრამ აქ რას გასწავლიან იცი? შენ თუ მიხვდები რომ შენ არა შენ ნუ ანუ სიყვარულის ფასი და ის ადამიანი უნდა მიხვდე რომ ეს ადამიანი შენთვის არის მნიშვნელოვანი, არის შენთვის ძვირფასი, ხო? და არა აქვს მნიშვნელობა რომ ეს ადამიანი სად არის. აი ხო გახსოვთ თუ ვინმე შეიძლება ახსოვს ან წაკითხული გაქვს ან ფილმები ან რაღაცა ან რომ დაუშვათ ახლა ომის დროს მაგალითად ხო რომ კაცი რომ მიდიოდა სიტყვაზე ომში მაგრამ ხალი მაინც ხალს უყვარდა ეს ადამიანი და ანუ იმის მიუხედავად რომ ეს იყო მისგან შორს მაინც უყვარდა რა მაინც ელოდებოდა და ჯეროდა რომ მეც მას ვუყვარვარ და აი ეგეთი რაღაცას მაჩვენებენ რა რომ მარტო ის კი მაშინ კი არ მიყვარხარ როცა შენ ჩემთან აქ დადიხარ ჩემ სივრცეში ხო შენ სადაც არ უნდა იყო მე მაინც მიყვარხარ და აი ამ გამოცდას თუ დაუშვათ თქვენ გაივლით ხო გადალახავთ ამ ყველაფერს რა აი მაგ შემთხვევაში უკვე გვეუბნებიან რომ თქვენ თითქოს გაძლევენ იმას რა ქვია სხვა სიტუაციას რა ამ ადამიანთან. აქ ზოგის შეიძლება даже მართლა აი ნუ აქ უფრო არა ეს ბავშვი მინდოდა მე თქვა რომ შეიძლება ზოგს თქვა შვილიც ეყოლება ვისაც აქტუალურია კი ბატონო მაგ ადამიანისგან. ან დაუშვათ ახლა ეს ჩაგეთვლებათ რაღაცაში რა ეს გაკვეთილი სიყვარულის და რაღაცა წინსვლა გაქვთ მე რა. კი. აი ეს მარტოობა თქვენ მე გეკცევათ როგორც აი ჯილდო დაიმსახურე რა ძალიან დიდი ბედნიერება დაიმსახურე რომ შენ მოერევე ამ მიჯაჭულებას კი ბატონო აი სწორედ ვამბობდი ესე იგი მე ყველაფერს კი. რომ ანუ შენი საქმეები დაკავდები და არა იმაზე ფიქრები და ნერვიულობით რომ სად არის ვის ქვეშ არის ვიზევით არის აი ეგეთი რაღაც ანუ სრულ ნდობაზე ლაპარაკი გაიგეთ აქ რა ხდება სრულ ნდობას გამოხატავ და შენ აი ამ მარტოობაში ყოფნით შენ დაჯილდოვდები
და გექნება, ანუ ძალიან მაგარი სიტუაცია გეძლევა რა. იმიტომ რომ ამ მარტოობაში, შენ უნდა მოერიო ეს მიჯაჭულობა, შენ უნდა დაკავდე რაღაცა შენი საქმეებით, შენი თქვა ახლა შეიძლება მეგობრებთან გაატარო დრო რაღაცები და აი ამით მერე კი თუნდაც რომ აი მანძილიც რო იყოს, მანძილმა არ უნდა თქვენ სიყვარულს არანაირად შეუშალოს ხელი. კი ბატონო, კი და აი რაღაცა ძალიან მაღალ დონეზე ადიხართ რა. და მაღალ დონეზე ადიხართ რა. და ამით მერე უკვე დამთავრდება თქვენი ყველანაირი ნერვიულობა, დასრულდება და გადიხართ ოჯახში და ამ ადამიანთან ხართ აი უკვე აი თითქოს აი ამ გაკვეთილს რომ მორჩებით, ეგრევე აქ მეუბნებიან რომ всё რა, შენ ახლა გაიარე გაკვეთილი, შენ აქ კი, აგოგოება ვაფშე ახალი ეტაპი დაიწყება მერე. გაკვეთილია სიყვარულზე. რაც გითხარით რა, აი ეს არის აქ. აი ეს არის თუ გამიგეთ რა უნდა მეთქვა, მომწერეთ კომენტარებში, იმიტომ რომ აქ მართლა ძალიან ძლიერი თემა არის, აი ძალიან უძლიერესი რა. всё ჩემო სიხარულება, ამით დავასრულო ჩვენი მოკლე გაშლა.